გამარჯობა. ეს არის კოლხი ავტო. მანქანები მარტივად და საინტერესოდ. დღეს მოგიყვებით 5 საინტერესო ფაქტს მანქანების შესახებ. პირველი მანქანა შეიქმნა 1886 წელს. გერმანელმა ინჟინერმა კარლ ბენცმა შექმნა პირველი ბენზინზე მომუშავე ავტომობილი. ასე რომ 1886 წელი ითვლება მანქანის ოფიციალურ დაბადების წლად. პირველი მანქანა მხოლოდ სამბორბლიანი იყო. კარლ ბენცის ავტომობილს ჰქონდა 3 ბორბალი, პატარა ძრავი და მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 16 კმ/სთ-მდე აღწევდა. პირველი ავტოსაგზაო ჯარიმა მე-19 საუკუნეში დაიწერა. 1896 წელს ბრიტანეთში მძღოლს ჯარიმა დაუწერეს, რადგან ის 13 კმ/სთ-ით მოძრაობდა. გაგეცინებათ, რადგან ნებარდაცული იყო მხოლოდ 3 კმ/სთ. თავდაპირველად მანქანებს არ ჰქონდათ საჭე. პირველი ავტომობილები იმართებოდა ბერკეტით, ხოლო საჭე მოგვიანებით დაამატეს, როცა სიჩქარეები გაიზარდა. Ford Model T მანქანა ყველასათვის ხელმისაწვდომი გახადა. 1908 წელს ჰენრი ფორდმა დაიწყო Model T-ს წარმოება კონვეიერით, რამაც მანქანის ფასი მკვეთრად შეამცირა. ავტომობილი ლუქსიდან ყოველდღიურ საშუალებად აქცია. ეს იყო კოლხი ავტო. გამოიწერე არხი და დაალაიქე ვიდეო.